გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBA-ს. დიდ ბალახში ვარ ახლა საკმაოდ. მივდივარ ჩემი ქოხისკენ. აქედან უკვე უნდა შევაჭრა დიდ დღეში. დღეს უნდა დავბრუნდე ჩემ ხავსების ქოხში. აუ, გარეთ ღია. აქ ახლა კამერაში უფრო ნათქვას, მაგრამ აქ შემოვედი, აქ უკვე ბნელა. Right, გავიქნო გზა. ის ჩემი ბილიკია. ასე თუ ისე მყარად ჩანს. აი, უცხო თვალი ვერ დაინახავს, მაგრამ მე ვამჩნევ. ამ ქოხში მე რამდენად მოვდივარ და მაინც ვამჩნევ, რომ ჩემი გზა არის. სუქსელებიანი თვალები. სოკოები. ამწონდა უკვე მთლიანი დღე. კეთავყოფილო. გაზაფხულს მაშინ არც იყოფოდა. და ცოტა არ იყოს და შეცვლიდა აქაურობა. გზის თემაში გეუბნებით. დიდად არ ეტყობა. ერთი ეს ხე მახსოვს. ტაისონი რო ადიოდა ხოლმე ზედ. ესე აუყო. აუ მაგარი გავრაზებული ვარ ჩემ თავზე. ფოტოხაფანგი წამოვიღე რომ თქვი დავტოვებ რომ წამოვარდქო და ელემენტები ვიყიდე მანამდე მაღაზიაში. ხო და რაღაცნაირად ფიქრობდი ხო არ შევამოწმო რა ზომის ელემენტები ვიყიდოთ, ხო რატომღაც მახსოვდა პატარა წვრილი ელემენტები რო არის. წვრილი გრძელი ელემენტები. ვიყიდე ეგენი ყველაზე ძვირიანები რაც იყო და მაგრები. ვიყიდე ეგენი. მოვედი აქ. შევამოწმე. ჩემი ჭყვით ჩავდე და პატარებია. ანუ დიდები უნდა მიყიდა ჩვეულებრივი ელემენტები რაც არის. ძირითადად საათებზე რასაც ვიყენებთ. აი მეორედ მომივიდა უკვე ეგეთი რაღაც. პირველ ჯერზე რო ვიყიდე ელემენტები, მაშინ პატარა ელემენტები ვიყიდე. ახლაც იგივე მომივიდა. ამ გამომაშტერა არ ვიცი. უცლივ სამოდიო. ტყობა წვიმების დროს სუჩასულია. მიწა ძალიან დიდი დაღმართებია გაკეთებული თან სწორი. აი ეგ ესე წყალმა ჩამოიარა. აქ რაღაცას გაუთხრია მე რომ ბოლოს ვიყავი ასე არ იყო. ტაისონს არ გაუთხრია ეგეც ვიცი. ხოსორ ქოხტა. აუ რაღაცნაირად ვეღარ ვიცანი აქაურობა. ესეც ასე. შვიდობა აქ. მოგენატრა ტაისონ ჩვენი ქოხი. ყოღოები უკვე არიან აქეთაც. ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ მანქანა რო გავაჩერე და გადმოვედი, მოდი ჯერ სპრეის დავისხავ ხოლმე. ტანზე თქო რა. თან არაფერი ჩამიშოვ ზემოდან. მეთქი დამცხებო თქო და დავისხე სპრეი, მარცხენა ხელზე წავიდა კარგად. გადმოვედი მარჯვენაზე და გამოვიდია. ცეცხლი და სასწრაფოდ ესენი ისი არ წავლა.
ეგ არის წავლენ კოღოები. თქვენც დაისვენებთ, ალბათ კამერაში ისმის. და მე ხო საერთოდ დავისვენებ და დავისვენებ. მეტი კვამლი კარგი იქნება, რომ გავიდნენ. აი დავანთე თუ არა, ტაისონ თხილად. დავანთე თუ არა წავიდნენ. უბრალოდ ტაისონსაც ძალიან ისევია. შენ ტაისონ ბევრი რო ირბინო. აღარც მოგიკარებიან. მეგობრებო, დღეს მინდა გავაკეთო შეშის შესანახი ადგილი ამ ქოხისთვის რა. იმიტომ აქეთ მაინც უფრო დიდი ხნით ამოდივარ ხოლმე. ჩემი მეგობრებიც მომყავს ხოლმე და შესაბამისად მირჩენი აი შეშის შესანახი ადგილი მქონდეს, იმიტომ რომ მანამდე რაც ქონდა დატოვებული ეგ შეშა სულ არის ჩამპალი. ეს შეშა. ამიტომ აი ესეთი სწორები მჭირდება. წვრილი რა არ არის. საჭირო მსხვილი იყოს. ერთი 4 ცალი. აქედან 2 გამოვა, 3. ჯერ ვიტამინ ფაუერის კრეატინ მონოჰიდრატის დროა. პირდაპირ მათარაშივე გავხსნი. მეორე მათარაც მაქვს წამოღებული. ავარია დღეს არ გამიწვიმდეს, რო ამოვდიოდი მანქანის და ისეთ საშინელი იყო, სადამდეც მანქანა მოდის. აი, ისეთ საშინელი წვიმის გამო. აი ეს ჩაჭრილი იყო გვერდით სულ რა. ძლივს ავაცილე, თორე რო არა აცილო და ჩააგდო იქ, თუ მანქანის სიმაღლე არ იყო, მე საშინელი ტანჯვაგერის. გუში მაგარი ხადაობა იყო დარბაში. ერთი უცხოელი მეკითხება, მე და ჩემი მეგობრები ვიდექით და ერთი უცხოელი მეკითხება, შენ მახსოვხარო რომ თავიდანო ძალიან გამხდარიო რა. იმას თავიდან არ ვახსოვარ, იმიტომ რომ თავიდან არ იყო ეგ ტიპი. ხო და ესე იძახს ინგლისურად. მეც მასწავლეო, რას იკეთებო, ასე აკეთებს რა, სპლიცის თემას. ძალიან ხადაობა იყო, კარგი კომპლიმენტია ზოგადად ეგ. ჩემი აზრით. ესე იგი რაღაც კარგი შედეგი გაქვს, უფრო დადებული რა. მე უთხარი. არაფერს არ ვიკეთებ მეთქი. კარგი ჭამა თქო. და კარგი ვარჯიში. მახსოვს მეგობრებო, ეს მაისური მქონდა. აი ეს ადგილი იყო სულ ცარიელი, აი ესე მქონდა ეს მაისური რა, სადღაც. აუ არ გაიხეს. ახლა მაქვს ზუსტად მომჯდარი. ყველა ტანსაცმელიც მქონდა, ყველა ზუსტად მომაჯდა. მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს. მიზნად. ესეთი სტილის უნდა გავაკეთო რაღაც რა. ესეთი ფორმის იყოს, გვერდითაც, შუაში, მე პატარ-პატარა ჯოხები და ხავსი. სადამდე გადავჭრე, სადღაც აი გადავჭრე. ისე მე რა ეგ დიდი წაქცეული ხერო არის, ერთი დიდი ტოტი რომ მოვაჭრა და კაი კუნძი გავაკეთო, მაგარი იქნება. ახლა ადგილზე ვფიქრობდი. კოცონთან უნდა იყოს ყველა ვარიანტი. ისედაც კარგი არის, სიმხურვაში გამოჭრება ხოლმე შეშა. აქეთ ცუდი იდეა, იმიტომ რომ სკამია და რამე აქეთაც ვდებით ხოლმე. აი უკან არ მომწოს ეგ იდეა, იმიტომ რომ აი აქედან ცეცხლს კარგად უდგები ხოლმე. უფრო აი აქეთ ვფიქრობ რა. კი დაცერავებულია მიწა, მაგრამ არა უშავს. აქედან ესე რო იყოს გადახურული და ესე შევალაგებ ხოლმე. ეს იდეა იყო, სადაც ახლა შეშა აწყვია. გაიცი ტაიშა? გაიცი.
ამეებს დაბმა და რამე რომე არ უნდა. რამდენიმე წვრილი ჯოხი ასე და მე პირდაპირ ხავსები. აისონ ხეზე ნუ ადიხარ. ჩამოვარდები კიდევ. ხისკანები მჭირდება, რომ ზედავო და მე ხავსი. ხავსი უფრო დიდხანს ძლებს, რა ეგრე არ ფუჭდება, არ ხმება. დღეს ბონი წვიმაა გამოცხადებული. ამას ერთი წვიმა დახატავს. აქეთ ამ ხარეს დავუმატებ და მორჩა. ცხიკვი იჯდა იქ დოდზე და ჩემი ცხიკვი გამახსენდა უცებ. ცხიკვზე რომ მოგიყვეთ, ვისაც ჩემი ვიდეოები არ გინახავთ შორთებში. მოკლედ სოფელში ვიყავით წასულები ოჯახი. პაპას გარდაცვალების დღე იყო და სასაფლაოზე გავედით და იქიდან რომ მოვდიოდით, მეზობელმა დაურეკა მამა ჩემს. ბარტყი ჩამოვარდაო და არ ვიცი ჩემი საიდან ეგონათ, მართლა აზრზე არა ვარ. ან რავი რატო არ ვიცი, მოკლედ
ჩხიკვის ბარტყიო. ხო და არ გავუშვათ მეთქი არ სათქო, იმიტომ რომ მითხრეს გავუშვითო, ისე მოვიდაო და კატებით დასდევენო. მალე მოვალ მეთქი რა, მაგ დროს უკვე ავჭარისკენ ვიყავი. რომ მივედი დამახვედრა, თაზოს მოკითხვა. უპოვნია და გადაურჩენია ჩხიკვი, იმიტომ რომ უბანში ძალიან ბევრი კატაა და შანსია რა, მაგათმა რამე გააჩერონ. ჩხიკვი არა, რავი, არაფერს არ გააჩერება. ვფიქრობთ ახლა რა უყოთ. მშობლები მაგ დროს უკვე არ ჩანდნენ. მითხრა რომ მშობლები დაფრინავდნენ, მაგრამ ვერა იყვანესო რა და ეს ჩხიკვიც დაბნეული იყო და სხვაგან დავსვიო. ფარეხის თავზე ვიქნებ მშობლებს აიყვანათო და სადარბაზოსთან გადმოფრინავ თან საკმაოდ შორს იქიდან. ხო და ის რა ქვია, კაი წავიყვან მეთქი. სახლში მოვიყვანე. ყუთში მოუწყე. აუთ ყუთში ესე ჩაკეტილი არ მყავდა. აბაზანას შევიყვანე მაინც. აქეთ ტაისონია. ეს სახში რო არ ეფრინა რა, იმიტომ რომ ტაისონი გინდა არ გინდა მონადირია. მე რო ვეტყვი შანსია რა რაღაცას მიეკაროს, მაგრამ ღამე ხო დადგებოდა დავიძინებდით და ხო შეიძლება სულ რო არაფერი უკნა შეაშინოს, ან ეს თამაში დაუწყოს. აბაზანას შევიყვანე. მოხარშული კვერცხის გული ვაჭამე, ჭიებიც. აი, ჭიები რაც იყიდება რა, ფეტვის ჭიები. წყალსაც ვასმევდი, ამას ვაკეთებდი შპრიცით ვაჭმევდი რა, აი როგორც დედა აჭმევს ბარტყს, ეგრე ჭამდა ზუსტად შპრიცს რომ მიუშვერდი, აი ესე შვებოდა პირს. მოკლედ, რამდენიმე დღე მყავდა, ძალიან მშვიდად იყო. ვარკვევდი მაგაზეც რა, დამფრთხალი არ იყო ჩვენთან, ანუ თავი უკვე უსაფრთხოდ იგრძნო. ეგ ერთ-ერთი კარგი რაღაც არის, იმიტომ რომ ძალიან დამფრთხალი როა, მშვიდად რო არ არის და რო ეშინია, შეიძლება მაგ დროს სტრესის გამოც დაემართოს რაღაც. სულ არაფერი ჭირდეს, სტრესის მოკვდეს. კარგად იყო, მოკლედ, კარგად ჭამდა. ყოველ დღე გავდიოდი აივნის მხარეს, სადაც ბევრი ხია, იქით იყვნენ სავარაუდოდ მაგის მშობლებიც. მაგრამ არც ერთი ჩხიკვი არ დამინახავს, არც მაგის სახელი გამიგია. ესეც აბაზანაში ფანჯარას გადმოაღებდი ხოლმე ბოლომდე, წინ ბადე არის. და მან დავსვავდი ხოლმე, მეთქი იქნებ დაუძახოს თქო. და ეგეთი რაღაც მქონდა გეგმაში, რადგან მშობლები არ მოდიოდნენ, გავუშვებდი ბუნებაში. მეთქი კარგად რო ისწავლის ფრენას თქო, აქეთკენ წამოვიყვან თქო, სავარაუდოდ ქოხისკენ ფიქრობ და გავუშვებ ბუნებაში თქო, იმიტომ რომ აქ ბევრი ჩხიკვია ძალიან რა. უკეთესად იქნება თქო და კატების საფრთხეც არ იქნებოდა. აქ ახლა რა თქმა უნდა ტურები და მელიები არიან უარესია, მაგრამ იქ კატა უბანში ხეებზეც დადიან სულ და აქ ამ ტყეში არაფერი არა ისეთი, რომ ხეზე ავიდეს ეგეთი. ხო და მოკლედ ერთი დღე არის, დილა არის, საჭმელს ვიმზადებ, მესვის ჩხიკვის ხმა, მაგრამ ძალიან ისე იძახის რა, ძალიან ჩქარჩქარა და დიდხმაზე და დავეჭვდი. მე დავუგდე ყური და მეორე ჩხიკვის ხმაც გავიგე. თავისი მშობლები იყვნენ გარეთ მოსულები და იცით რა დღეში იყვნენ, აი ფანჯარასთან მოფრინდებოდნენ, წავიდოდნენ და აი ჭკუაზე არ ვიყავ, ისე გამიხარდა. ეგრევე გავუვარდი აივანზე, ეს ჩხიკვი დავსვი მუაჯირთან. ეს ეგრევე მუაჯირზე გადახტა, მერე მუაჯირიდან სარეცხის თოკების რკინაზე, მე აქედან მეორე რკინაზე, ამ დროს მე ვარ დაპანიკებული. მეშინია მეთქვი ქვემოთ არ ჩავარდეს თქო, იმიტომ რომ სახლში ასე თუ ისე ზალაში გამყავდა ხოლმე, რომ დიდი ფართი ქონოდა და აი მაინტერესებდა რა მანძილზე დაფრინავდა და ზალის ბოლოდან მეორე ბოლომდე კარგად დაფრინავდა, რამდენიმე მეტრია და მაგით უკვე მიხაროდა, მეთქვი უკვე ფრენას კარგად სწავლობს თქო. იმიტომ რომ როცა თავის დროზე უბანში იპოვეს, ეგრე ვერ დაფრინავდა. ხო და მოკლედ აქედან მერე გადაფრინდა სადღაც 7-დან 8 მეტრზე დენის სადენებზე, თან ცოტა მაღალზე კიდე. აი მაგ დროს სუნთქო შემეკრა, ისე შემეშინე, მეთქვი ახლა ეს რო ქვემოთ ჩავარდეს თქო. გავაფრინდი, დედამისი თუ მამამისი არ ვიცი, გონი ორივე იყო იქით, ნაძვია გვერდით. ჩემი აივნის ცოტა გვერდით და იქ იჯდა. და მოკლედ ეს ეძახის, ის იქიდან ეძახის, ერთმანეთს ნენელა უახლოვდებიან, ეს გადაფრინდა პატარა ჩხიკვის ბარტყი ნაძვზე და შეხვდა დედამის ჭკუაზე არ იყო. იცით რა მაგარი იყო, უბრალოდ კამერით კარგად ვერ ვაჩენდი, ტელეფონით ბოლომდე ქონა მიახლოებული და მაგ დროს ხარისხი უფუჭდება და არ ჩანდა და ამიტომ ეგრე აღარ ვიღებდი. აი თვალით რო ხედავდი ჭკუაზე არ იყო რა. მერე დედამისი ასკუბდა ერთი ტოტით ზემოთ, ესეც აყვა და ესე ნენელა აყვა რა და დღეს დილას რო გავა, ეს მოხდა გუშინ. დღეს დილას რო გავედი აივანზე, ეს დიდი ჩხიკვი რა, არ ვიცი დედა მამა რომელი არის, ჩემს აივანთან იყო მოსული. რაღაცას იძახდა. მაგის ხმით გამომეღვიძა სავით და ავდექი თუ არა გავედი, 7 წუთები იყო. მოკლედ ძალიან მაგარი შეგრძნება იყო მეგობრებო რა. ბევრი მიწერდა კომენტარებში მაშინ რომ დაიტოვე, გაშვება არ გინდა, ძალიან მოგეჩვევა, ან რო გაუშო ვერ გაძლებს და რაღაცა, მაგრამ მეგობრებო, აი სულ პატარა ბარტყი რომ მეპოვა, შეიძლება მეფიქრა დატოვებაზე, მაგრამ მაინც არა, იმიტომ რომ თავისუფლად რო გაჩნდები
თავისუფლად დაიბადა, არავის არ ყოფილა. არის ღმერთის რა, არავის არც ერთი ადამიანის არ ყოფილა და უცებ მე რო დაიჭირდა შენ გაზეთი მაინც თავისებურად შემეწოდებოდა რა ნაკეთი ხო არ არის. მაგიტო გადავწყვიტე უფრო გაშვებოდა მით უმეტეს მე თავისი მშობლები რო დავინახე შანსი არა ეგეთ მომენტში რო არ გამეშვა აი უბრალოდ შანსი არ იყო. ეს მაგარი ხეა. ბევრ რამეში გამომადგება ამ ქოხში. როგორც შეშად. ასევე კანებიც. ქვემოთ ნახეთ. საკმაოდ დიდი მუხაა წაქცეული. კარტოფილის გათხრაში ხო იცით, არ ვარგივარ. ისი ამ კანებს იქით დაუყდეს, შეიძლება ამ მოვიდეს. ამ გაზაფხულზე მინდოდა, რომ აი იქით, სადაც პირდაპირ უდგება და იქითაც დიდი წაქცეული ხე არის და მინდოდა რაღაცები დამერგო. დამავიწყდა. აი შემდეგ გაზაფხულზე ვიზა მოვიჭვე. და მე აქ მინდა წამოვიღო დაფნის აუ კვამდი. დაფნის ნერგები მაქვს და ეგ მინდა დავრგო. ფაქტობრივად კუბიკებს ვაკეთებ. ისევ თუ. მე მიყვარს ხოლმე აი გრილში ვწოვ კარტოფილს კარგად. კარტოფილის სათრელი თუ გავთვლი ასეთ მდგომარეობაში არ არის. და გრილში მე ხან რგვალებად ჭრი, ხან წვრილებად და აი არანაირი ცხიმი, ხოლოდ მარილი და სუნელები და აი გამოდის ძალიან კარგი და რა თქმა უნდა ჯანსაღიც რა ცხიმის გარეშე. მაქსიმუმ შეგიძლია ცოტა ზეითუნის ზეთი გადაასხა აურიო. ეგ კარგი იქნება. აჯიკაი ეს სვანური მარილი მოვაყარე და გამოვაპომბა. რაც თავარია ნაკვეჭხალზე ხახვნი. ეგ არის სუფთა წამალი რა. მეგობრებო, აქ მე მინდა გავაკეთო აი იქით ამ ხარეს ან არ ვიცი სადმე უფრო დიდი სკამის, აი ესეთი სტილის რა. ოდე ერთი დიდი მორით რო გავაკეთო. და უკეთესი იდეა მაქვს აი ესე მომრგვალებული რო არ იყოს და პირდაპირ სწორი იყოს და მაგარი იდეა მაქვს მაგაზე. მორიშოვნა მარტივია, აგერ რამდენი დიდი წაქცეული ხეებია. აუ ვინც სახში თუჯის ჭურჭელს არ იყენებთ, დამიჯერეთ, ერთხელ დამიჯერეთ უბრალოდ და სცადეთ, იყიდეთ სადმე. კარგი თუჯის ტაფა. და მაგაზე მოამზადეთ გინ კარტოფილი, გინ კვერცხი, გინ ხორცი, განსაკუთრებით ხორცი. ისე ვიჩხიყვე. უბრალოდ დამიჯერეთ. ბევრად გემრიელი გამოდის. აი ბევრად გემრიელი, შედარებაც არაა. და რაც მთავარია, არ არის საზიანო. ტაფები, აი ეს ფერად-ფერადი ტაფები რო იყიდება და რამაზი ვიზუალია აქ იმეებს კი. ადრე ოდესღაც მეც მომწოდა ეგეთი ტაფები სახლში. ეგეთი ტაფები გამოყოფენ ძალიან ცუდ მავნე ნივთიერებებს. ეს ნივთიერებები ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან ცუდია. ბევრი მათგანი სიმსივნესაც კი იწვევს. რა თქმა უნდა, ახლა ბევრი ადამიანი მოიხმარს მაგ ტაფას და ღმერთო ყველა დაიფაროს, ყველას ეგრე არ სჭირს.
მაგ კონკრეტული მიზეზის გამო. მაგრამ როცა იცი რომ რაღაც ცუდია და მან შეიძლება გამოიწვიოს შენში ან არა, ეგ უკვე ორგანიზმზეა დამოკიდებული. ამიტომ ჯობია ეგეთი რაღაცები გააქროს სახლიდან, ტაფებიც და ქვაბებიც. აი, თუნდაც ეგეთი ტაფებს მაგალითად რაღაცით ურევ. ზოგი სილიკონს ხმარობს, ზოგი ხის მოსარევს ხმარობს, ზოგი პირდაპირ კოვზით ან ჩანგლით ურევს. მაგ დროს ნაკაწრები ხო ჩნდება, აი იქიდან გამოიყოფა მერე საშინელი ნივთიერებები. უბრალოდ დამიჯერეს და თუჯის ცადით. ისე რომ დიხანია ტყეში კარტოფილი არ გამიკეთებია და მომინატრასავით. რაღაცას ვერ ვიხსენებ. ეს როდი აქ ეკდო. თუ ზემოდან ჩამოვარ და ახალი ჩამოვარდინი ხო არ არის. ეს კი მას ხავს შევაცალეთ. აქ რა ხდება? არა. აი თვალში მოხდა რაღაც სხვანაირად. რამხელა არის, აზრით ხა იქიდან უეჭვერი. დიდი ნახტომი გააკეთა, აგერ დაეცა. აქ ამოხდა და აგაჩერდა. ეგრევე შევატყე რომ აქ არ იყო ეს როდი. ნუ რაღაც თვალის მახსიერებაც ხო არის ცალკე. ეგერთი მაგრამ აი მიწა. უბრალოდ დააკვირდით, არაფერი ზედრო არაა გამოსული. ყველას ხო ხავსი აქ ან რაღაც და აი წარმოიდგეს გზაში იქით საიდანაც ჩამოვარდა უფრო თავში გათერავდა ყველაფერს. რამხელა ისე ვაკეთებ რომ მოდივლებ რაღაც ის ხო არ არის გათხრილი თქო. აუ ეგ მომენტი იქნებოდა ძალიან მაგარი. აი იქითაც ძალიან ბევრია მეგობრებო ახალი ჩამოშლილი და ხეებიც აქ წაყოლებული. საკმაოდ დიდი ხეები და მოგვეძილი. ამის თავზე არის დიდი კლდე რა. ტყის გარეთ რაც არის გამოწეული, რაც ჩანს. თორე დანარჩენ კლდეზეც ხეები ამოსული. საკმაოდ დიდი კლდე არის და აი ეს აქ ჩამოშლილი მერე უზარმაზარი ლოდები. აი აქ რაც ყრია. ეს დიდი ლოდებიც, გარშემო რაც არის, სულ ყველაფერი იქიდან არის ჩამოშლილი და წარმოიდგინეთ, ეგ პროცესი რა მაგარი იქნება. შენთვის რო ზიხარ, როგორც რა თქმა უნდა, უსაფრთხო პროცესი. შენამდე რო არ მოვიდეს, შენთვის რო ზიხარ და დიდ ხმას გაიგებ, აფეთქების მსგავსი და წამოვა და აი რომ მოფრინავს რასაც ქვია. მაგის მსგავსი რა მაღაზია ბევრად მაგარი მაქვს, ნანახი 2019 წელს ზემო რაჭაში უძირო ტბაზე რომ მივდიოდით უკვე ალპურ ზონაში ვიყავით, ულამაზეს ადგილას, ეს 360 გრადუსზე სულ ალპური ზონაა და თოვლიანი მთები და გავიგეთ დიდი ხმა, აი გეგონება მეხი ჩამოვარდაო ეგეთი ხმა. რეალურად ჭექა-კულხილის ხმა ეგ არ ყოფილა და ავიხედეთ ზემოთ, აი სულ თავში და დინარესავით მოდიოდა ეგ უზარმაზარი ლოდები. იცით რა ხმა ქონდა, აი ადგილზე არბათ აი დაგაყრუებ და უზარმაზარი ხმა ქონდა და ქვემოთ როგორ ისმოდა იცით და ძალიან მაგარი სანახაობა იყო ზემოდან ესე დიდი ლოდები რომ მოდის მდინარესავით. ძალიან საშიშია რა თქმა უნდა. მაგრამ როდესაც ადამიანი უსაფრთხოდ არის და არავის საფრთხე არ ემუქრება, ეგეთი მომენტები ძალიან მიყვარს. თუნდაც სტიქიური მოვლენები რო ავიღოთ, როცა არავის საფრთხე არ ექნება და არავინ დაშავდება, ყველაფერს თავის მუღამი აქვს ამ სამყაროში რა. აი ტორნადო რო ავიღოთ, ტორნადოებზე ვაფრენ. ჩემი ერთ-ერთი ოცნება არის, რომ ოდესმე აი ამერიკაში როგორც ასეთ ამერიკაში წავსვლა ჩემ გეგმებში არ შედის, ან მარც კი მიფიქრია რომ აი ამერიკაში წავიდე. რაღაც რომ ნახო. მაგრამ ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა რომ აი ტორნადო ვნახო საკუთარი თვალით. შევჭამ თუ არა, უნდა გავუვარდე. იმიტომ რომ ცოტა მოსაღამოვდა და მაგრად მოიღრუბლა, დაბნელდასავით. შეიძლება მე მაგრად დაუშვას და იმ საშინე გზაზე წვიმაში ჩასვლა ძალიან ცუდი იდეა იქნება მანქანით. ეგ არის მზად არის. ეს უცებ გამოვთვალე წეღან.
ტაფის გასაწმენდად. ერწყავს დავასხავ და ესე გავუსმევ და ააცლის ზედმეტებს ცხიმს რო გაცივდება. რამდენი კოღო მოვიდა რა არის. კაი გამოვიდა. მილიონჯერ თუ აჯობდეს სახში გაკეთებულს. ხაგითხარით აქ სხვა გამოვაქ. ძალიან კაი გამოვიდა. ძალიან ხრაში უნდა გამოვიდა. შემოწეღენ თავის საჭმელი ჭამა და არც აინტერესებს ნახეთ არც მოდის აქ. აბა ახლა ხურცი იმედოს თუ არ მოვიდოდა. დავიშვი მეგობრებო მე ცოტა კი გამოვიდა მზე მაგრამ ნაწილობრივ მაინც გუბელი ამიც რო გადავამოწე სადღაც ახლა ქსელი იყო სადღაც 40 წუთში წერია უკვე ძლიერი წვენა და წერი გავურისკა მზეს ან ახლა ნაწილმაზე ხო უფრო ცუდი არის ეგრევე სრიალით მიყავხარ მეგობრებო ვისაც ეს ვიდეო მოგეწონა დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოიწერეთ გზა არ ამებნის ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში თქვენ უყურებთ BBR-ს აბა მაგრად